მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში ვიტყვი, რომ მიეცით ბავშვებს წამალი, იმიტომ რომ პირველი მნიშვნელობის საკითხი ჩემი აზრით დღეს ეს არის საფრთხე, რომელიც ჩანს აი ამ რაღაც აბსოლუტურად არასაჭირო და ზედმეტი ტანის მოძრაობებისგან, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის დროის გაწევრის მცდელობა. ყველაფერი, რაც ხდება ანაგლის სპორტთან მიმართებაში, მიანიშნებს იმას, რომ ეხა ხელისუფლება უბრალოდ დროს წელავს, იმიტომ რომ იქ არაფერს არ აკეთებს და გადააქვს რაღაცა ყურადღება და შინაარსი თვითონ აი ამ რაღაცა ხელშეკრულების, რომელსაც თურმე თავიდან უნდა მოიკვლიოს, გჭირდება თუ არა, როგორი გჭირდება, რატო გჭირდება და ასე შემდეგ. აგრეთვე მეორე საფრთხე ამის უკან ჩანს, რომ შეიძლება რაღაცა სისულელე დაწერონ, რომ საერთოდ აღარ გჭირდება და აღარ არის ამის აუცილებლობა და დაასამარონ ეს პროექტი ივანიშვილის მიზანი მიღწეული იქნას, რომ არავის არაფერი აღარ ესაქმებოდეს შავ ზღვაში რუსების გარდა. ფაქტია, რომ არათუ ამერიკას არაფერი არ ესაქმებაო, აგერ ხო ხედავთ ჩინეთიც არაფერს არ აპირებს. 2 წელია არის კონკრეტული კომპანია, რომელიც ახლა ვერ იტყვით, რომ რამე ოპერირების პრობლემა აქვს საქართველოში, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია არის ერთ-ერთი ის კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროექტებს. ყაზახებს დაუფიქსირებიათ ახალხანს პრობლემები მათ შესახებ. ერთ-ერთი ბოლო ყაზახები ეს არის კომპანია, რომელსაც მუდმივად პრობლემები აქვს. იქნება ეს არის სერბეთი, ხორვატია, მონტენეგრო, მალაიზია, ასე შემდეგ. ძალიან დიდია ჩამონათვალი, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. თუ კლასიკურად რა საფრთხეს წარმოადგენენ ჩინური სამშენებლო კომპანიები, ზოგადად ხარისხიდან დაწყებული კორუფციული რისკებით დამთავრებული და კონკრეტულად ეს კომპანია ბევრჯერ გახულა სკანდალში და ერთ-ერთი ბოლო როგორც ბატონმა პაატამ თქვა, რომელიც უბადლო მწოდნე არის საქართველოში ამ სფეროსი, როგორც მან თქვა, ერთ-ერთი ბოლო ასეთ кейსი არის ყაზახეთი. ჩინელებთან მიმართებაში მათ განათქვამი ეს კიდევ უფრო საყურადღებოა, ხო? ყაზახეთის განათქვამი ეს იყო ახალგაზრდასმელი. ჩინეთთან არის აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე, ვიდრე ქართული პარტნიორობა, რომელიც სხვა შორის განაახლეს თურმე ეხლა ცოტა ხნის წინ და არ ვიცი, არ ამბობენ თან რა განაახლეს თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებებში, გონია რომ რაღაც ორთოგრაფიის შეცდომები იყო და მართლწერა გაასწორა, ემ რა ქვია ქალბატონმა მინისტრმა და წერტილმძიმე თავიდან დასვა, აბა ეხლა რა არასაჯაროებ, ანუ ბიზნეს ეუბნები, სოფლიო ბიზნეს ეუბნები, რომ აი ჩვენ უკვე ახალი შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, სავაჭრო, ოღონდ გაფორმებული ქონდა ცოტა ხნის წინ, რა შეცვალე არ ეუბნები, რამე გააუმჯობესე. ანუ ეს ხო რაღაც სიგიჟე არის და თუნდაც ეს კომპანია, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონ სოფო, ეს კომპანიაც კი არ შემოდის, ხო ფაქტია, 2 წლის წინ გაიმარჯვა ტენდერში, როგორც ამბობდა ქალბატონ ქლუვიშვილის წინამორბედი, რომელსაც რავი, საწიხოთ აქვს, ეხა საქმე საქართველოში არ ჩამოიცვლება. აი ამ ბეჭი რო ვარდებიან, კიდე ეს ცალკე ტრაგედია არის ამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებიც კი. ბატონ დავითაშვილს გული. კი, რა თქმა უნდა, ბატონ დავითაშვილს გული. არ შემოდის ეს კომპანია, ხო ფაქტია. ხელი ხთითიძე არ დაუდია. და იქ კონკრეტული ეჭვები არსებობს, კონკრეტული ინფორმაციები არსებობს, ახლა ამაზე აბსოლუტური დადასტურებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი წყარო არსებობს, მათ შორის საჯარო წყარო ერთ-ერთი ბატონ რომან გოცინიძე არის, რომელიც ამბობს კონკრეტულ ამბავს, რომ იმ კომპანიას თურმე იმაზე ბევრად უფრო მწვავე მოთხოვნები აქვს და ქართული მხარესთვის საზიანო. ვიდრე ის ჰქონდა მაგალითად ბატონ, ვიდრე ეს ჰქონდა კონსორციუმს. კონსორციუმთან თავი საქმე რა იყო? კონსორციუმი იყო კლასიკური PPP მოდელი, როგორც ბატონმა პატამ ახსენა, ოღონდ ძალიან დიდი რისკი მიქონდა თავის თავზე კომერციული რისკი კომპანიას, კონსორციუმს, ერთი, მეორე, იმ დაზღვევის საქმეში, რის გამოც ჩააგდეს ეს პროექტი, ხო, ტურისტების გაძღვევის საქმეში, ევროკავშირი იყო ერთ-ერთი გარანტორი. ევროკავშირი ამბობდა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ნახევარზე მეტს დავაზღვევთ აქედან ფინანსურად ამ ტურისტების და საქართველოს მხარეს, ქართული სახელმწიფოს მხარეს იყო მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაზღვევის ლაპარაკი. ეხლა ლაპარაკია ჩინური მხრიდან, რომ ერთი მთლიანად უნდა იქნას დაზღვეული ეს ტურისტები ქართული სახელმწიფოს მიერ, ქართული სახელმწიფო ოპციონი უნდა მიცეს ფაქტურად ამ ჩინურ კომპანიას, რომ თუ ოდესმე წილის გასხვისებას დააპირებს, ის პირველ რიგში ამ კომპანიაზე უნდა გაასხვისოს და მესამე და ყველაზე ესეთი კატასტროფული ამბავი არის, რომ ის იყოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ანუ მთელი მუღამი ჟარგონზე შემოსავლები მიიღოს ქვეყანა. რა იყოს ამ პორტის და ქვეყანა მიიღოს შემოსავლები, თურმე რაღაცა გაურკვეველ შავხურელში უნდა წავიდეს ჩინეთში. და რა თქმა უნდა, ეხლა ამ პირობებზე არავინ არ უნდა დათანხმდეს, იმიტომ ეს ღალატია სამშობლოს ასეთ პირობებზე დათანხმება. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ღალატი საკუთარი ქვეყნის. ვიდრე ამ დეტალებამდე მივართ, ბატონ თაზო, გონიათ საერთოდ თქვენ რომ ეს ივანიშვილის მიზანია უბრალოდ დრო გააჩეროს და არა აშენოს არაფერი. ეს არის მისი ერთგვარად თავის ტკივილი ანაკლი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რუსებს აქვთ გამოკვეთილი ინტერესი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე ეს ფრაზა ნათქვამია, მაგრამ შეერთებულ შტატებს აღმოჩნდა რომ რეგიონში აქვს ინტერესი, ეს ახეთ კიდევაც რომ ახორციელებს. რისკი თუ არ აშენდა ანაკლია, რომ გვერდია
დაუაროს ამ გზამ საქართველოს საერთოდ. რა თქმა უნდა, ამის რისკი კი არა, დღეს ეს არის მოცემულობა. დღეს ეს რისკი კი არ არის და სამომავლო საკითხი. დღეს მოცემულობა არის ესეთი. საქართველოს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს გადაცემული აქვს მოქმედ ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს გადაცემული აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოსკოვზე, ეს ამად გამოიყურება მეტ არაფრად. საქართველოს არის გამختარი ზუსტად ის, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ჩიხი რეგიონული იმის მაგეროთ, რომ დაკავშირებადობის მთავარი კომპონენტი იყოს და აი ამ შუა დერეფნის, იმ დერეფნის, რომლის დიდი გეოპოლიტიკური საჭიროება არსებობს დღეს, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც რეგიონში და ზოგადად საჭიროება ყოველთვის იმიტომ არსებობდა, რომ ჩრდილოეთისას და სამხრეთის გზებიც არის არასტაბილური და აქ სტაბილური გზის გაყვანა შეიძლებოდა ჩინური, შუააზიური და ევროპის დამაკავშირებელი საქართველოს ჩიხად ქცეული დღეს. ჩიხია რუსეთის განაპირა, აი ამ რაღაცა ბოროტების იმპერიის განაპირა ჩიხად არის ქცეული. დღეს რეალობა არის ესეთი, საქართველოს არის მოტოვებული. ტრიპი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ ის გზა, რომელიც რაღაცა ხო, რაღაც ყველას გვეგონა 5 წლის წინ ვინმეს რო ეთქვა ან თქვენთვის ან ჩემთვის ან ნებისმიერ ადამიანს რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდებოდა რუსეთის გარეშე, დაუჯერებელი იყო, მაგრამ ფაქტია, ხო, დღევანდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაცია, რომელზეც რა ვიცი, 1000 ზღაპარს ყვება ქართული ოცნება, რომ იზოლაციონისტია და აქ არაფერი არ ინტერესებს. სულ არ ინტერესებს. აქ თბილისიდან მანქანის სავალ გზაზე 6 საათის გზა არ არის იმ ადგილამდე. სავალ გზაზე ამბობს, რომ ორი სახელმწიფო, რომელიც რუსეთი იყო მთავარი წერტილი კონფლიქტის და ამ კონფლიქტს აღვივებდა, ფაქტობრივად გაწია ამ რეგიონიდან, სომხეთი განთავისუფლდა რუსული მარწუხებიდან და ვინმე თუ არ იცის, ან ვინმე თუ ნამყოფია, შევახსენებ, რომ სომხეთი საქართველოს საზღვარზე რუსის ჯარი იდგა. იმიტომ რომ ოდეკაბეს ჰქონდა გადაცემული ეს უფლება მოსილება სომხეთის მიერ. ანუ სუვერენიტეტის აი ამ დონეზე ურღვევდა ჩვენ მეზობელ და მოძმე სომხეთს რუსეთი და ის გამოვიდა რუსული მარწუხებიდან. დღეს ტრამპი არის იმის გარანტორი, რომ უსაფრთხოდ გძნობს თავს სომეხი ხალხი აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად. ტრამპი არის იმის გარანტია, მათ შორის რაოდენად პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, რომ ევროკავშირში ფორსირებულად შედის სომხეთი. ხო, ვიტყვით, რომ სომხეთი, ხო, რეალობა ესეთია, რომ რაღაც ევროკავშირსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის გარკვეული ანტაგონიზმი არსებობს, ხო, რაღაცა გაურკვევლობები. მაგრამ რეალობა ჩვენ რეგიონში, აი, შანსების გამოყენების რეალობა, აი ესე გამოიხატება, რომ სომხეთი დღეს რო ფორსირებულად და საქართველოს შეასწრებს, აი ამ ვითარებაში თუ დავრჩით ევროკავშირში, ამას ახერხებს, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციის შეერთებული შტატები არის ის, ვინც მას ზურგს უმაგრებს და უსაფრთხოების გარანტიას იწვევს. ევროპულ პერსპექტივას კი არ აკარგინებს ამ ქვეყანას ფაქტობრივად რუკიდანაც გააქრო, ანუ გეოგრაფიული მდებარეობა მოძებული ამ ქვეყნისთვის. ესეც კი შეიძლება დააკარგინოს მისი პოლიტიკით ამ ქვეყანას, მოიძებნოს ალტერნატიული გზა, არა საქართველოს გამოვალი, რომელიც დაკავშირებადობაში ამ როლს და ფუნქციას, რაც საქართველოს ხონდა შეასრულებს. სრულად ვერ შეასრულებს ამ ფუნქციას, იმიტომ რომ ცალსახად უნდა გვესმოდეს, რომ ხო, საზღვაო გასასვლელი ბევრად უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური თვალსაზრისით თვითონ სახელმწიფო გადაგვიზრდა ზედვა, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ ექნება, სავაჭრო სტაბილურობას და იმას, რაშიც უნდა გამოიყენოს მთელ სამყაროს საქართველოს და აი ეს გამავალი გზა, ამას მაინც გააკეთებს და ამას გააკეთებს საქართველოს გვერდისავლით, იმიტომ თუ აღმოაჩენს, რომ საქართველოს ბოლომდე გახდა რუსული იმპერიის ნაწილი. ვაჭრობს თუ არა ივანიშვილი ამით თქვენი აზრით ამერიკელებთან დალაგებაზე, როცა საუბრობს? მე მგონია რომ მისი მცდელობა რა თქმა უნდა იქნება ამით ვაჭრობა. რა თქმა უნდა მისი მცდელობა არის ამით ვაჭრობა. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით ის ამას ახორციელებს თუ არა და ეს არის თუ არა რეალობა, მაგრამ ფაქტია რომ ამას როგორც ყველაფერ დანარჩენს ივანიშვილი არის რაღაცა ერთ ძალიან ძველი ყაიდის და ძველი გაგებების კაცი, რომელიც რაღაცა რუსეთის კრიმინალურ 90-იანებში აღმოცენებული მილიარდერია, ისეთი სხვა ფილოსოფიის ადამიანია, თანამედროვე სამყაროსთან უთავსებელი ფილოსოფიის ადამიანია. იზოლაციონისტი კაცია. თანაც მას დაემატა ასაკი ამ ყველაფერთან ერთად და ძალიან ბევრი შიშები, რომელიც მას ამოძრავებს დღევანდელობაში. ესა ძალიან სავალალო ვითარება ჩვენთვის, იმიტომ რომ ეხლა რა ვიცი, არავის არ უსურვებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მე მგონია რომ არის ივანიშვილი, არც მას სხვათა შორის, მაგრამ ფაქტია, რომ ის აი ამ თავისი იზოლაციონიზმით, რაღაცა შიშებით, ფობიებით და ამ ქვეყნის მარწუხებში მოქცევით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აკარგვინებს მომავალს. აწმყოს უნგრევს და აკარგვინებს მომავალს. ანუ აწმყოში არ ცხოვრობს გაუტონო სოფო იმ პირობებში, იმ პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც, რა ვიცი, რაღაცა შინაური ცხოველივით უკან გამომულს ატარებდა ილხამ ალიევთან ერთად, ანუ არავით
არავითარი ფასი პოლიტიკური რო არა აქვს, ეგეთ კაც ეუბნება რომ შენ ქვეყანას მართავ. და ეს კაც ისე იქცევა, როგორც ექცევა ივანიშვილი. აი ისეთივე საცოდავად გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა ალიევი ივანიშვილის შეხვედრის დროს, როდესაც კაცი გამოდის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის და გუშინ მთელ ქვეყანას ეუბნებოდა, რომ თურმე გამოსავალი პრემიერ-მინისტრმა რაც უნდა შეთავაზოს აი ამ რაღაცა ინფლაციურ ჯოჯოხეთში და ფასების კრიზისში, რომელშიც საქართველო არის, ეს არის ჩამოწერილი ტყუილებს იძახის თან იმ ფასაც რაღაცა ხორცი, ოცლარად ხორცი საქონლის არც ერთ წერტილში ამ ქვეყნის არ იყიდება და სადღაც რომელიღაცა კონკრეტული მაღაზიის კონკრეტული დღის ფასდაკლება ნახა, ჩამოწერილი აი ვადაგადაცილებამდე, იმამდე უვარგისობამდე საათები რო აქვს დარჩენილი ეგეთ ხორცის. და ეს არის ყველაზე ნათელი სიმბოლო, კვერცხი ერთის მხრივ, აი ხო ხტები რა აღწერეთ ახლა მანამდე, რა შესაძლებლობები სომხეთში რა ხდება, აზერბაიჯანში რა ხდება და ეს ხალხი გვეუბნება რომ კვერცხი პირველი კატეგორიის კვერცხით უნდა იცხოვროს საქართველოს და რაღაც ვადაგადაცილებამდე მიტანებული ხორცით. აი ამ რეალობას გთავაზობთ. 9 კილოგრამი ჭამეთო ის ვადაგადაცილება. აი რა ვიცი ხა, მინდა რომ 9 კილოგრამ ნაჭამი ვიხილო ის და მისი ოჯახი როგორ მდგომარეობაში იქნება. აი ესეთი აცდენა რეალობას, ესეთი სამარცხვინო აცდენა, რაღაცა აი ხო წარსულის ისტორიული ეპოქებისთვის დამახასიათებელი. პოლიტიკური ბანკოს ასე ვთქვათ მიხედვით შევაფასოთ ივანიშვილი რა აქვს ხელში, თქვენ თქვით რომ შეიძლება ის იყენებდეს ამ თემას საავაჭროდ. მისი მყიფე ლეგიტიმაციის პირობებში საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შიგნით განგრძობად პროტესტის პარალელურად მას უვიწროვდება მოქმედების არეალი, უვიწროვდება სხვათა შორის ჩინოვნიკების სკამიც, სათადარიგო სკამიც, პრემიერებს პანდაკუნდიცვლიც ან იჯერს, მაგრამ ამის მიუხედავად ის ჯერჯერობით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას და რაღაცნაირად იმ თემების მიტაცებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის მისთვის სასარგებლო. მაგალითად პატრიოტიზმზე იყო ასეთი აქცენტი და გარეჯი საქართველოა, ხო? არ არიან ეგ ამ პატრიოტები ეს არის. ფასებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ყველა სახელმწიფოში მართულ ძალას ეკისრება და დღეს ისინი ხელს იშვერენ ვიღაცისკენ, ჯერ არ ვიცით ვისკენ, მაგრამ თითქოს თვითონ არ არიან პასუხისმგებლები. ისევე როგორც კორუფციაზე დაჭერილ ჩინოვნიკებზე თითქოს თვითონ არ არიან პასუხისმგებლები. აი ამას რაღაცნაირად ახერხებენ ამ დროს, ამ მოცემულობაში, ხომ? აი ეს არის თუ არა ოპოზიციის საპასუხო უკეთ? რა თქმა უნდა, არის უკეთ საპასუხო, აქ ყოველთვის ვერ ვიტყვით, რომ არაადეკვატური უნდა იყოს, გამოვიდა თქვა, რომ საკმარისია ის, რაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ მესმის მეორე მხარეს რა მანქანა მუშაობს, ეს არის რაღაცა, ხო იცით, ამას აღარ ვამბობთ უკვე რამოდენიმე წელია, მაგრამ პოლიტიკას თავში თამაში წესები აქვს. რა თქმა უნდა. ყველაზე ველურ გარემოშიც კი პოლიტიკას თამაში წესები აქვს. როდესაც არის რაღაცა ესეთი, ხო ილეთები, ოლიგარქები არ თამაშობენ ამ თამაშის წესები. არის რაღაცა ილეთები, რომელიც კადრებაც არის ყველა ზღვარს გადასული და ისე პროპაგანდის გამოყენება, როგორც ამას კადრობს ივანიშვილი, ეს არის ყველა ზღვარს გადასული და საზოგადოება ადრე თუ გვიან ამას აფასებს, მაგრამ როდესაც პროპაგანდა წამლავს საზოგადოებრივ ქსოვილს, იქ ძალიან ძნელი ოპერირება. ამას ემატება ის შიშის მანქანა, რომელსაც ის ამყარებს და ასადგურებს, ხო, ეს იქნება ძალოვანი სისტემის რაღაცა ის მონოლითის შექმნა, რომელიც ხო გააკეთა, რომელიც არის ერთგვარი შიშის მანქანა, ხო, ეს იქნება რაღაცა ციხის შიში, ეს იქნება სუსის შიში, ეს იქნება პოლიციური რაღაცა თავგასულობის შიში, მაგრამ ეს მექანიზმი ყოველთვის მუშაობს და ამას ყველაფერს უკანასკნელი 1 წლის მანძილზე კალაპატონო შოპო დაემატა აი ამ რაღაც პროპაგანდის მანქანას და შიშის მანქანას დაემატა ძალიან მძიმე რამ, რაც არის ლეგალისტური ავტოკრატიის დამყარება, ხო, კანონები, რომელიც ზღუდავენ მარწუხებში აქცევენ აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქეს. დღეს შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, რომ არ არსებობს ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ის კანონები არ შეეხო, რომელიც 1 წლის მანძილზე მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ძალიან ძნელი ოპერირება და ვთქვათ თანაბრად წინააღმდეგობის გაწევა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ხო, შრომა ბევრად მეტია საჭირო, ძალისხმევა ბევრად მეტი არის საჭირო, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ იმ რესურსების პირობებში, იმ არეალის, იმ წირი არეალის პირობებში კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. კიდევ უფრო მეტი არის ჩვენგან საჭირო იმის სათქმელად, რომ აი თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ რა, პატრიოტიზმი ერთის მხრივ ცხოვრება დაუნგრიეს ორ ადამიანს, ორ ძალიან ისეთ ნამდვილი ინტელიგენტს, რომელიც მთელი ცხოვრება იმსახურებოდა თავის საქმეს, ილიჩოვას და მელაშვილი იყო თქვა. რუსეთიდან ჩამოტანილი რუკებით, ვიღაც გაურკვეველი არსების, ეს არსება გაქრა, იმიტომ რომ ესეთი ვიწრო მოხმარების არის ხოლმე ივანიშვილი, ეს არსება გაქრა და კაცი, რომელიც მის მერე უკვე წლებია, 6 წელი იყო ელჩი აზერბაიჯანში. ხო, ისინი მთელი საარჩევნო კამპანია აწყეს მაშინ გარეჯი საქართველოაზე. 6 წელი კაცი ელჩი იყო აზერბაიჯანში, სიტყვა არ
გადაუძრავს. ერთი ნაბიჯით არ გადაუდგია წინ ამ საკითხის მოგვარებაში, რასაც დემარკაციის საქმე ქვია და ეს კაც დააბრუნეს და აჭარის უმაღლეს საბჭოში გაუშვეს. მანამდე კორუფციაში იხრჩობოდა ოღონდ. აჭარის უმაღლეს საბჭოში გაუშვეს. ეხაც ფასების რაღაცა ბინძური კამპანია აწიეს, ბინძურს ვეძახი, იმიტომ რომ რაღაც უბრალოდ იმის რომ ბინძურია, როდესაც ერთ მხარეს ხედავ 300,000-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია, შიმშილობს. ხედავ რა ხდება ამ ქვეყანაში. ხედავ რომ 2 პამიდორი ღირს 8 ლარი, ხედავ რომ ხორცი 38 ლარია გამხდარი. ხედავ რომ რაღაც ქვეყანა იხრჩობა სიღარიბეში, ისე რომ შენთან დიდრდები და შენი კასტა დიდრდება და ხალხის მოტყუებას იწყებ რომ რაღაცა გავლენა გაქვს ფასებზე ქვეყანაში, სადაც 80% ძირითადი პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. აი ამ სამარცხვინო ტყუილში შედიხარ და ბოლოს ყველაფერი თავზე გენგრევა. უნდა მოვახერხოთ რომ მეტი მივიტანოთ ადამიანებთან და ცალსახად, ოღონდ რეალობა არის ძალიან მძიმე და ეს რეალობა უნდა დაინახოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ აი იმ ფსევდოპატრიოტიზმის, ფსევდორელიგიურობის, ფსევდოსახალხოების მიღმა, რაც ივანიშვილს და მის გუნდს ახასიათებს.